ჩემი აზრით ეს დაკარგულობა და პოვნა საკუთარი თავის არის პერმანენტული პროცესი ცხოვრებისეული. როდესაც ზოგჯერ ვკარგავთ და ზოგჯერ ვპოულობთ საკუთარ თავს. ჩვენი ბედნიერებაც ალბათ ამაზეა დამოკიდებული, რამდენად ხშირად გვაქვს მომენტები, როცა ვპოულობთ საკუთარ თავს. ყველა ადამიანისთვის მე მიმაჩნია, რომ ეს ინდივიდუალური არის. ზოგი ადამიანი პოულობს საკუთარ თავს შემოქმედებაში, თუ აქვს ამის ნიჭი, ზოგი ადამიანი საყვარელ საქმეში, ზოგი ადამიანი მეორე ადამიანში პოულობს საკუთარ თავს და ირეკლება სარკესავით სხვა ადამიანებში. ყველაზე კარგად და ნამდვილ სურათს გვაძლევს ის ანარეკლი, რომელიც გვიყურებს სიყვარულის თვალებით. რომელსაც ვუყვარვართ. აი ასეთ დროს ადამიანი ნამდვილად პოულობს საკუთარ ანარეკლს სხვაში და შესაბამისად საკუთარ თავსაც. მე ესე მიმაჩნია. სიძულვილი ეს გამრუდებული სარკეებია და აქ ჩვენ საკუთარ თავს ნამდვილად ვერ ვიპოვნით და არც უნდა მივაქციოთ, ამიტომ ყურადღება. ისე კი ადამიანის სუსტი არსებაა და ჩვენი სისუსტე ისიც არის, რომ ჩვენ ხან ვკარგავთ საკუთარ თავს და ხან ვპოულობთ. მე არ მჯერა, რომ ადამიანს საკუთარი თავის პოვნა საკუთარ თავშივე შეეძლოს. მე მიმაჩნია, რომ ყოველთვის ის ურთიერთ დამოკიდებულებაში და ურთიერთ მიმართებაში ვიღაცასთან ან რაღაცასთან პოულობს საკუთარ თავს. მარტო რჩენილი ადამიანი ადამიანისთვის ეს არის თითქმის შეუძლებელი და გადაულახავი პრობლემა და მე კი ნათქვამია, რომ შეიცან თავი შენი, მაგრამ მე საერთოდ არ ვემხრობი ამ გამონათქვამს, იმიტომ რომ საკუთარი თავის შეცნობა შეუძლებელია მარტოობაში. საკუთარი თავის შეცნობა შესაძლებელია მხოლოდ ვინმესთან ან რამესთან მიმართებაში. ამიტომ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ მეორის ფაქტორს ადამიანის ცხოვრებაში და ვისთვის რა იქნება ეს მეორე ან ვინ იქნება, ამას თვითონ ინდივიდუალურად ადამიანი განსაზღვრავს. თუ ადამიანი ამას ვერ საზღვრავს ინდივიდუალურად, მაშინ ეს უკვე პრობლემაა, იმიტომ რომ კოლექტიურად ამის განსაზღვრა პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩემი აზრით თანამედროვე არის ის, რაც ზედროულია, რაც დროის სვლას არ ექვემდებარება. დანარჩენი შეიძლება იყოს უბრალოდ დროის სულის მოთხოვნა. ხო არის Zeitgeist გერმანელები როგორც იტყვიან, ის რაც დრომ მოიტანა. დროს კი რა მოაქვს ძირითადად? ის რაც გაყიდვადია, ეს მოაქვს დროს. დაუშვათ თუ დღეს კლასიკა არ არის გაყიდვადი, თუ რენესანსის დრო არ არის გაყიდვადი, სამაგეროდ პოსტმოდერნიზმი არის გაყიდვადი. ალბათ ამას გულისხმობენ თანამედროვეობაში. სინამდვილეში თანამედროვე ჩემთვის ვერ იქნება ვერც კლასიციზმი და ვერც პოსტმოდერნიზმი, ვერც მოდერნი. თანამედროვე შეიძლება იყოს ის, რაც ყველა დროში თანამედროვეა, ჩემი აზრით. რაც ზედროული არის, ეს არის მარადიული ფასეულობები, მარადიული ღირებულებები. ეს შეიძლება იყოს მხოლოდ თანამედროვე, რაც დროის სვლას არ ექვემდებარება. ყველაფერი დანარჩენი იყიდება და ყიდვადია. ყველაფერი დანარჩენი არის მოტანილი ეკონომიკური ვითარების მიერ, ის რაც გაყიდვადია. თუ დღეს პოსტმოდერნიზმია გაყიდვადი, ესე იგი პოსტმოდერნიზმი გვაქვს. თუ ხვალ იქნება გაყიდვადი რაღაც სხვა, მოვა რაღაც სხვა, რაც გაყიდვადი იქნება, ხო? მე მგონი მხოლოდ ამაში არის პრობლემა და ის რომ დაუშვათ ვიღაცა იტყვის, რომ შენ თანამედროვე არ ახარ და ამიტომ ჯერ კიდე საკითხავია რა აზრსდებს იმაში, რომ არ ხარ თანამედროვე. ამიტომ პოსტმოდერნიზმში მაინც პოსტქრისტიანულ ეპოქას უფრო განიხილავენ ხოლმე და ცდილობენ, რომ ახლა ეს გახდეს გაყიდვადი და არის კიდევაც ნაწილობრივ გაყიდვადი, ამას თავად მოყვა, თავისი დამატებითი შენაკადები, ის კომუნების, მიმდინარეობების, ათასნაირი თანამედროვეობაში მიღებული შენაკადები, რომელიც მოიტანა პოსტმოდერნიზმმა, ხო? და ეს ყველაფერი გაყიდვადია, კი, ეს
სუბკულტურები, რომელიც გვაქვს თანამედროვეობაში, ესე ვთქვათ, ხო? ანუ ჩვენს დროში რაც არის. ეს ყველაფერი არის გაყიდვადი. შესაბამისად, ის რაც გაყიდვადი არის, იმას მე თანამედროვეს ვერ დავარქმევ. ეს შეიძლება იყოს მხოლოდ დროის სულით მოტანილი მიმდინარეობები. ჩემი აზრით ესეა და რა თქმა უნდა ამას ემსახურება შემდგომ წერლობაც, შემოქმედების ყველა დარგი, იმიტომ რომ მხატვრებსაც და ლიტერატორებსაც და შემოქმედების სხვა მსახურებსაც ჭირდებათ არსებობა, ჭამასმა და ასე შემდეგ. და მათთვის ეს გაყიდვადია. ჩემი აზრით აქ ძალიან მარტივად არის ნამდვილეში ყველაფერი. ფულის ღმერთს ემსახურება თითქმის ყველა და ყველაფერი. შესაბამისად მე დიდ რაღაცა საიდუმლო ცოდნას ამაში ვერ ვხედავ რა. ის რაც შეიძლება განმისაზღვროს ეკონომიკამ, ჩემთვის ვერ იქნება ვერც მარადიული და ვერც თანამედროვე. ნუ მე მგონი ჯერ ერთი თანამედროვე ადამიანი ესეთი რამე არ არსებობს. უბრალოდ ადამიანი ყველა დროში ჯერჯერობით რაც ვიცით ერთნაირია. ყოველ შემთხვევაში კიბორგები სანამ იქნებიან, მანამდე ჯერჯერობით ისევ სისხლითა და ხორცით ვართ შემდგარები და თანამედროვე ალბათ გულისხმობთ რომ დღევანდელ დროში როგორ ასე ვთქვათ, როგორ ცდილობენ მოერგონ ამ სიტუაციას არა. ეხლა რაც შეეხება ჩვენს ჯერ ვიტყვი საქართველოს მდგომარეობას, საქართველო არც ისე დიდი ხნის წინ გამოვიდა ტოტალიტარული იმპერიის ოჯახიდან, ხო, როგორც საბჭოთა კავშირი იყო, სადაც ყველაფერი ზედმიწევნით განსაზღვრული იყო, ყველაფერი იყო გასაგები, ყველაფერს თავისი, ესე ვთქვათ, ნიშა ჰქონდა თავისი მინიჭებული, ეს თეთრი იყო. შავი იყო, ჩვენთვის ყველაფერი იყო ნათელი და სამყაროს სურათიც იყო ჩვენთვის გასაგები, იმიტომ რომ ტოტალიტარული იმპერია გვაძლევდა ამ სურათს მზამზარეულ და ჩვენ არ გვჭირდებოდა თავის ატკიება იმაზე, რომ გვერკვია თეთრია თუ მაინც უფრო ცისფერია ან ვარდისფერი. რაც ტოტალიტარული იმპერიიდან, ესე ვთქვათ, გამოვდივართ ნელ-ნელა და მისი მარწუხებიდან იცვლება თაობები, მით უფრო მეტი, ესე ვთქვათ, არჩევნის შესაძლებლობა აქვს ადამიანს და შესაბამისად არჩევნის შესაძლებლობა გარკვეულწილად ნიშნავს თავისუფლებას. თავისუფლება მოუმზადებელი ადამიანისთვის არის წყევლა. მონისთვის განსაკუთრებით არის წყევლა, იმიტომ რომ იწვევს ძალიან დიდ სულიერ ძვრებს და ძალიან დიდ აგრესიასაც და მიუღებლობას და მერე აქედან გამომდინარე ადამიანი იწყებს ნიშის მოძებნას, ფიქციების მოძებნას იწყებს, სადაც ამ ფიქციების საშუალებით, ასე ვთქვათ, მიიდრიკავს თავს, სადაც მშვიდად იგრძნობს თავს დაცულად, რა იქნება ეს, ბაბლი იქნება ეს თუ რომელიც რაღაც საერთო ინტერესებით არის თუ რელიგიური რაღაცა დაჯგუფება იქნება თუ რაღაც დაუშვათ იქ რომელიღაცა აღმოსავლეთიდან შორეული მხრიდან მოსული იდუმალი გურუ იქნება რომელიც თავის რაღაც სასწაულებრივ რეცეპტებს გაგვაცნობს ცხოვრების აი ესეთ ფიქციებს ადამიანები ამიტომ რომ ტოტალიტარული სამყარო გაძლევდა ერთ საერთო ფიქციას ასე არ არის მაშინ, როდესაც დიდი არჩევანია, გაიხედავ აქეთ ცისფერია, გამოიხედავ აქეთ ვარდისფერია, იქით კიდე რაღაცა და შავ-თეთრი იმპერიას შეჩვეული ადამიანებისთვის ეს არის წყევლა და რა თქმა უნდა არავინ კმაყოფილი არ არის იმ შეჩვეული და გასაგები სამყაროს სურათის მოშლას და დიდი არჩევნის და სუფთა ჰაერის ჩაყლაპვა ზოგს წამლავს კიდევაც რა ასე ვთქვათ მონას ყოველ შემთხვევაში ნამდვილად წამლავს მე მაგალითად არ დავარქმევდი მრავალფეროვნებას იმას რასაც აკეთებენ ფიქციების ძებნით ადამიანები ეს არ არის თავისუფლება თავისუფალი ადამიანი როგორც თავისუფალ ვარდნაში ისეა როდესაც არეშინი ამ თავისუფალი ვარდნის. მე პატარა გამოცდილება მაქვს, რა თქმა უნდა, 20 წლიანი ევროპაში ცხოვრების და იქ ცოტა სხვანაირად არის.
როგორც ჩანს, ადამიანისთვის არა მარტო იმპერიის კლანჭებიდან ახალ გამოსული ადამიანისთვის, არამედ ისედაც თავისუფალი სამყაროს ადამიანებისთვისაც თავისუფლება როგორც ასეთი ძალიან გაუგებარი და ძალიან პრობლემური ცნებაა, იმიტომ რომ აი მაგალითად თავისუფალი რომ იყო არ იცი სად იწყება ეს თავისუფლება და სად თავდება, სად აქვს საზღვრები. ესეც თავისუფლებაა, აი დაუშვათ გავიარე მოკლეკაბით, აქ მთავრდება თავისუფლება? ან დაუშვათ ხვალ სულაც ჭიპი გამოვაჩინე. ეს თავისუფლებაა, მაგრამ თავდება კი აქ თავისუფლება. იქნებ შიშველმა უნდა ვიარო და ეს არის თავისუფლება. ანუ მეტი ყურადღება ექცევა გარეთან ნიშნებს და არა შიგნიდან წამოსულ შეგრძნებებს და შიგნიდან წამოსულ თავისუფლებას. გამიგეთ და თუ ჰარმონიაშია ადამიანი და მისი შინაგანი თავისუფლება ემთხვევა მის გარეგნულ გამოხატულებას, ალბათ ვამბობთ, რომ ეს ადამიანი მაინც ჰარმონიული ადამიანია, თუნდაც ეს არ იყოს რაღაცა იდეალური ვარიანტი, ხო? ესე რომ ყველა ინდივიდუალურად ცდილობს მოერგოს და თავისი საყოფი თავისუფლება ისე რომ ამ ჰაერმა არ დაახრჩოს და ზედმეტი არ მოუვიდეს, იცხოვროს აი ამის შესაბამისად და თუ ადამიანი ვერ ახერხებს ამას, ალბათ მერე ეწყებათ პრობლემები ფსიქოლოგიურიც, სულიერიც და ზოგჯერ მერე ჭირდებათ ფსიქოლოგების დახმარება, ჭირდებათ ექიმის დახმარება და ასეთ შემთხვევაში ყველა თავისთვის ირჩევს მასწავლებელს, ყველა თავისთვის ირჩევს საკუთარ გზას, როგორ უფრო ჰარმონიულად მოერგება დროის სულს, მე ესე მიმაჩნია. ხო, სიტყვას ახლა მე რომც არ ვთქვა, ისედაც დიდი ხანია ცნობილია, რომ დიდი ძალა აქვს, არა? თუ ბევრი ადამიანი ამბობს ამ სიტყვას, კიდევ უფრო მეტი ძალა ეძლევა ამ სიტყვებს, არა? ზოგჯერ შეიძლება დიდი მიტინგი მოაწყო და ამ სიტყვას განსაკუთრებული ძალაც კი მიეცეს რა. ჩემი აზრით სიტყვა ეს არის სიტყვა, რომელსაც აქვს ძალა და რომელიც ზეგავლენას ახდენს, რაიმე ზეგავლენას მაინც ახდენს ცხოვრების მიმდინარეობაზე, ეს არის ძლიერი ინდივიდების საქმე. ძლიერ ინდივიდებს შეუძლიათ სიტყვას მიანიჭონ ფორმა, სიტყვას მიანიჭონ სიცოცხლე, დაუშვათ ეს იყოს ცოცხალი სიტყვა და არა ძალა გამოცლილი. სიტყვა თუ კარგად არის შინაგან სამყაროში გამოტარებული და თუ კარგად გესმის რაზე საუბრობ და რადგას ამის მიღმა, შეიძლება იყოს მკურნალი, შეიძლება იყოს პირიქით დამანგრეველი. ანუ სიტყვას თავისთავად დიდი ძალა აქვს, გააჩნია ვის ხელში მოხვდება ეს სიტყვა. და ალბათ ადამიანზეა დამოკიდებული რა უნდა მას მიიტანოს დანარჩენ სამყაროსთან, რისი თქმა სურს სამყაროსთვის და ადამიანებისთვის. ეს კეთილი მესიჯებია, მაკურნებელი მესიჯებია თუ პირიქით დამანგრეველი, რევოლუციის გამომწვევი და ამაფორიაქებელი. მე ამის თქმა არ მინდა, რომ ეს ან ცუდია, ან კარგია. ზოგჯერ შეიძლება ნგრევა უფრო სასარგებლო იყოს, ვიდრე შენება. გააჩნია რას ანგრევ და რას აშენებ, ხო მართალია. ამიტომ შეფასებების გარეშე ვიტყვი, რომ სიტყვა მცოდნე ადამიანის და ძლიერი ადამიანის ინდივიდის ხელში არის ძალიან ძლიერი იარაღი. ჩემთვის რა არის სიტყვა? ჩემთვის მაინც უფრო ქალური იარაღია, იმიტომ რომ მე მაინც ძალიან ვემხრობი იმას, რომ ქალური იარაღი იქნეს დაფასებული და მიღებული სამყაროში, არ იყოს მხოლოდ კაცის ხმა სამყაროში, იყოს ქალის რბილი ხმაც სამყაროში, თუნდაც მკაცრად ნათქვამი. ჩემთვის სიტყვა არის მაინც მაკურნებელი. სიტყვა არის კათარზისის მომტანი ადამიანისთვის, განმანთავისუფლებელი.
ის რაც ადამიანს გაანთავისუფლებს შინაგანი ბორკილებისგან, ის რაც ადამიანს მოუტანს სინათლეს, ის რაც ადამიანს დაეხმარება ძნელბედობის ჟამს, რომ გადალახოს ეს ძნელბედობის ჟამი და რომ მე ვუთხრა ადამიანებს, რომ მე თქვენთან ვარ უბრალოდ ამ ძნელბედობის ჟამს იქნება ეს თუ სიხარულის ჟამს იქნება, მარტოობის ჟამს იქნება თუ რაც იქნება, ჩემი სიტყვა უფრო ალბათ ამის გამომხატველია, რომ მე მინდა ვიყო თქვენთან.